ძირითადად ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ქალაქის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები იქნება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, მათ შორის ქალაქის გარიგანათების სისტემის მოდერნიზაცია, რომელიც პროექტიც ჩვენს დროს ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შემუშავებული იქნა და ამჟამად კოლონიალურ განხორციელებას საჭიროებს. ძველი ისტორიული ქუჩების რეაბილიტაციის პროექტები გაგრძელდება. კერძოდ, რაც მოხდა წერეთის ქუჩაზე 62 საცხოვრებელ ბინას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ეს პროექტი გაგრძელდება. მთლიანად გორის ციხის მიმდებარედ ძველი ისტორიული ქუჩა, რაც კი არის დასახლება, გავაგრძელებთ და გავიყვანთ ბოლოში დავამთავრებთ. სამუშაო ადგილების შექმნაზე გვექნება გამახვილებული ყურადღება, ძირითადად ჩვენი აქცენტი იქნება ხელი შეუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ამ მხრივ ჩვენი პროგრამა მოიცავს ძირითადად კომიტეტის დასახლებაში, ყოფილი ბაბდურის კომიტეტის ტერიტორიაზე არის 38 ჰექტარი თავისუფალი მიწა, რომელიც მუნიციპალურ საკუთრება ამჟამად. ჩვენ ვფიქრობთ ამ ტერიტორიაზე მოვაწვევთ როგორც ძები, აგრეთვე მივიყვანთ ელექტროენერგია, მივიყვანთ გაზის მომარაგების სისტემა და ამ მიწაზე გამოვაცხადოთ კონკურსი ნებისმიერ ბიზნესმენს, ნებისმიერ ინვესტორს ადგილობრივი იქნება უცხოელი დავაინტერესოთ რომ შექმნას კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე საწარმო მცირე იქნება საშუალო თუ მართლმასშტაბიანი. ვინც უფრო უკეთეს პროგრამას წარმოგიდგენს, ამ შემთხვევაში პროგრამის უკეთესობა გამომდინარეობს, ვინც უფრო მეტ სამუშაო ადგილს შემოგთავაზებს და ეკოლოგიურად უსაფრთხო საქმიანობას განახორციელებს. რაც ჩვენ ქალაქის მოსახლეობაზე ფაქტურად ჩვენ ქალაქის მოსახლეობას ესე იგი გავასაქმეთ ამ პროექტით და ადგილობრივ ბიუჯეტში შემოგვივა დამატებითი შემოსავალი. გარდა ამისა, ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში გორის თვითმმართველი ერთეულის ეფექტური ფუნქციონირებისათვის ჩვენ გვინდა მოქალაქეები, რომ აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენ საქმიანობაში, შევქმნათ პორტალზე შეიძლება ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს თავის გულის პირველი მოგწეროს, შეგვექმნიანოს პრობლემატურ საკითხებზე, წარმოგიდგენოს თავისი ხედვა, თუმცა ადგილობრივ ბიუჯეტის შედგენაზე, განხილვაზე და პრიორიტეტებზე გაამახვილოს ყურადღება, რაც გააადვილეს ჩვენსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობას. აგრეთვე ჩვენ წინა საარჩევნო პროგრამაში ფართოდ საუბრობთ განათლება, ეკონომიკაზე. მე ახლა რო ჩავყვეთ ძირითადად დროშივე ჩავეტევ და ჩამოგიტვლით ხოლმე სფეროები. ურბანული განვითარება იქნება ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი, დასაქმებული ქალაქში არის მოშლილი. კულტურა და განათლება იქნება კიდევ აქტუალური ძირითადად. ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტის საერთაშორისო ტრანსპორტი. ეკოლოგიაზე იქნება გამახვილებული ძალიან დიდი ყურადღება. ეკოლოგიური მდგომარეობა დღესდღეობით, რომ ჩვენ ქალაქში ყველას კარგად მოგესწრებათ რა მდგომარეობა გაუმჯობესდება, პირდებით ყველაფერს მოაწესრიგებთ. ჯანდაცვა, სოციალური პაკეტები იქნება სერიოზული. და აგრეთვე ჩვენ პირდებით, რომ დღესდღეობით არსებული საკოლმეურნეო ბაზრის თემასთან დაკავშირებით ჩვენ მოაწესრიგებთ ამ პრობლემას დღესდღეობით, რაც კი არის ჩვენ ქალაქში ეს პრობლემატური საკითხი.